საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, ღონისძიებები იმართება ხაშურშიც, ანა შეპკინა გვერდდება პირდაპირ ეთერში ხაშურიდან. სადღესასწაულო განწყობა ხაშურში ნამდვილად იგრძნობა, უამრავი ადამიანია შეკრებილი ცენტრალურ მოედანზე არსებულ სკვერში, სადაც უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები. აქ უამრავი ადამიანი მოდის, როგორც მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, განსაკუთრებით ბევრი ბავშვია დღეს აქ შეკრებილი, რადგან სწორედ პატარებისთვის არის ყველაზე მეტი აქტივობა ამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში. აქ მოსული ადამიანების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდა მოძრავი ორკესტრი, ხოლო პატარების გართობას უზრუნველყოფენ ზღაპრის გმირები და რა თქმა უნდა თოვლის პაპა, რომელიც პატარების სურვილებს ისმენს. აქ განთავსებულია სხვადასხვა ინსტალაცია და ფოტოსტენდი, მოწყობილი არის საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ საკუთარი პროდუქცია, რომლის შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია და როგორც მეწარმეები ამბობენ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს მათ შემოქმედებას. ძალიან მალე უკვე აინთება საზეიმოთ ხაშურის მთავარი ნაძვისხე, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ყველასთვის საყვარელი მომღერლები მიიღებენ. ძალიან ამაღლებული განწყობით ვარ მოსული შვილთან ერთად. უსურვებ საქართველოს მშვიდობიან და ბედნიერ წლის დადგომას. ძალიან ლამაზია წელს, განსაკუთრებით მაინც ხაშური. ბავშვებთან ერთად ვარ გამოსული, განწყობა ძალიან კარგი გვაქვს. ბავშვებსაც ძალიან უხარიათ. ყოველთვის ვიღებ საახალწლო გამოფენა გაყიდვებში მონაწილეობას, რაც საშუალებას მაძლევს იმის, რომ ჩემი პროდუქცია გავაცნო ხალხს, ვიყო მეტად რეალიზებული და მქონდეს, რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავალი. ხაშურში გვაქვს ესეთი დღესასწაული, უნდა აინთოს ნაძვისხე, უნდა ვიზეიმოთ ახალი წელი და მე მინდა საქართველოს უსურვო გამარჯვება, კეთილდღეობა, დღეგრძელობა. ბევრი სიურპრიზია ისეთი მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, მით უმეტეს განსაკუთრებით. მოკლედ ხაშურის ცენტრალურ მოედანზე ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოხვიდეთ აქ და შეიქმნათ საახალწლო განწყობა. საზეიმო ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. საახალწლო ღონისძიებები საქართველოს ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება და 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.